ძალიან საინტერესო შეხვედრა ქონდა პრემიერ-მინისტრ ორბანთან, მათ შორის პირისპირ შეხვედრაც. მთავარი სულისკვეთება ჩვენი შეხვედრის იყო იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. მათ შორის დღეს ზუსტად იყო იცით ბრიუსელში გამართული შეხვედრა, სადაც უნგრეთის წარმომადგენელმა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს უნგრეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენს გზაზე ევროკავშირის წევრობისკენ მიმოვალ გზაზე იქნება მათი მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს სამართლიანი, დაფუძნებული ფაქტებზე, დაფუძნებული შედეგებზე, დაფუძნებული მიღწევებზე და არა სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობებზე, რომ საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგის გასატარებლად გამოიყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის საერთოდ ჩვენ ვაკვირდებით სამწუხაროდ ბოლო პერიოდი. ნახეთ წინასაარჩევნო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოების ხელისუფლებების წარმომადგენლები პირდაპირ იყო ჩართული უკანონოდ საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ამას რა თქმა უნდა არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს. ეს არის ქცევა ტიპიური, რომელსაც სიტყვით თითქოს ისინი ეწინააღმდეგებიან სხვა ქვეყანაში ჩარევა. ხედავთ დღეს ზოგიერთი მათგანი როგორც ჩივის ხოლმე, როდესაც სხვა ქვეყანასთან აქვს ხოლმე საუბარი, თუმცა თავად ართაკილობენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიონ, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერიონ და ამის გამოვლინება იყო საბოლოო ჯამში დღევანდელი ეს გადაწყვეტილებაც, როდესაც ის ხალხი, რომელიც ჩაერია საქართველოს არჩევნებში და დამარცხდა, ცდილობს რომ გარკვეულწილად შური იძიოს ქართულ ხალხზე. რაც შეეხება უნგრეთთან ურთიერთობას, ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა ასევე საუბარი, რა თქმა უნდა, იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ ხედავთ ნელ-ნელა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახორციელებს და არის ძალიან ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის გამო, რომ ჩვენ უნგრეთის ხელისუფლება, ისე როგორც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვიზიარებთ ერთი და იგივე ღირებულებებს, რომელიც აქამდე ვცდილობდნენ, რომ ტაბუ დაედოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გარკვეული კლიშეებში მოექციათ საკუთარი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კლიშეებში მოექციათ მათ შორის ტრადიციული საზოგადოებები და დღეს ვხედავთ როგორ მოხდა ერთი ხელის მოსმით შეცვლა დღისწესრიგის, ისინი რომელიც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ 15+ სქესი და გენდერი არსებობს, დღეს ვხედავთ ერთმანეთს ასწრებენ, რომ ყველამ თქვას, რომ არის ორი სქესი ქალი და კაცი. აი ასე მივა საბოლოო ჯამში ყველა იმ ჭეშმარიტებამდე, რომლის აღიარებაც არ სურდათ და იმ რეალობამდე, რომლის თვალის გასწორებაც არ სურდათ და აქ ჩვენ და უნგრეთს გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და რა თქმა უნდა ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა ნამდვილ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და ამ მხრივ ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა საერთო ღირებულებების ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ხალხთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად ვიყოთ. შეიძლება დავუბრუნდეთ თქვენ არის საუბრობთ თქვენთან დაკავშირებით, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს სამომავლო გეგმაზე თუ ვისაუბრეთ, როგორი იქნება უკვე ევროკავშირის კონტექსტში, ევროინტეგრაციის კონტექსტში ამ ქვეყანასთან საქართველოს თანამშრომლობა, პარტნიორობა, გამოცდილებაზე ხელმოწერა, გამოცდილების გაზიარება. უშუალოდ უნგრეთთან თანამშრომლობის კონტექსტში ასრულებდებით ევროკავშირში. ქონდა რა თქმა უნდა ამაზე საუბარი და პირდაპირ განგვიცხადა პრემიერ-მინისტრაც, რომ გვაქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე, დამსახურებებზე საქართველოს მხრიდან და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღისწესრიგზე, რაც სამწუხაროდ ხდება დღესდღეობით. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტր ორბანის, ისე როგორც მისი თანამოაზრეების ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ
ის მავნე პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელიდან ინერგება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, როდესაც ინსტიტუციურ, სტრუქტურულ თუ სამართლებრივ დაახლოებაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან. ამიტომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აგვირთვა სრული მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გზაზე, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა მთავრობებს შორის ურთიერთობის მხრივ და იცით რომ არის ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს და უნგრეთის შორის, მათ შორის ეკონომიკური საბჭო, რომელიც იმართება ყოველწლიურად და წელსაც იქნება რა თქმა უნდა ასეთი საბჭო და ჩვენ ეს სტრატეგიული ურთიერთობა უკვე ახლა პარლამენტებს შორისაც გვაქვს იმ ჩარჩოხელის შეთანხმებით, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ და ესეც გულისხმობს რა თქმა უნდა საკანონმდებლო პროცესში ჩვენ ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მხრივ უნგრეთის გამოცდილებასაც გავეცნოთ და მათი მხარდაჭერა და დახმარება გქონდეს. ბრიუსელის ნაწილი მინდოდა რომ გამეგრძელებინა თქვენ ვისაუბრეთ სადაც საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქ არის მთავარი წინადადება დემოკრატიული უკუსვა რეპრესიები და ორი კანონი დასახელებული უცხოური გავლენის შესახებ კანონი გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი. აი ეს ორი დოკუმენტი და ორი კანონი მოყავთ მთავარ პრობლემად და ბარიერად და საკმაოდ ვრცელი არის ისიც ჩამონათვალიც, რომელსაც შეეხებათ ეს დიპლომატიური პასპორტის თუ ოჯახური ღირებულებები და ბანალური ჭეშმარიტება რო არსებობს ორი სქესი ვინმეს ხელს უშლის ბრიუსელში, არ ვიცი, იმედია ამერიკას არ გაუქმებენ უვიზო მიმოსვლას ამ მიზეზიდან გამომდინარე. ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ საბაბი, სინამდვილეში ამის უკან დგას პოლიტიკური დასჯის სურვილი საქართველოს მოსახლეობის იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაყვა ზოგიერთი ხელისუფლების, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის კამპანიას, რომელიც მათ გაჩაღებული ჰქონდათ საქართველოში მიტინგებზე გამოსვლით ქართული ოცნების წინააღმდეგ და ხმამისცა და დაუჭირა მხარი ზუსტადაც რომ პატრიოტულ ძალას საქართველოში ქართულ ოცნებას და ამისთვის უნდათ რომ რაღაცნაირად დაგვრჩაჯონ. თუმცა ესეც იცით რომ შინაარშიც ყველა გაერკვა საბოლოო ჯამში რომ არის აბსოლუტურად არაფრის მოქმედი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც სიმბოლურია თავისი დატვირთვით. და ერთ რამეს შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას და ესეც უნდა ვიცოდეთ თუ რამდენად ფარისეულური არის ეს გადაწყვეტილება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეგრეთ წოდებული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში მოქმედებს 2010 წლიდან. მაშინ 2010 წელს დემოკრატიის უკუსვაზე როა საუბარი, ხა თითქოს შეჩერება მოხდა დემოკრატიის უკუსვის გამო. ხო 2010 წელს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. გავიხსენოთ რა ხდებოდა 2010 წელს. ეს არის პერიოდი, როდესაც გირგვლიანის მკვლელობა უკვე მომხდარია, როდესაც იმედი უკვე დახურულია, როდესაც რუსთავი თუ სხვა ტელევიზიები უკვე მისაკუთრებული აქვთ, როდესაც ბიზნესის რეკეტი მიდის, როდესაც ღამე ნოტარიუსებთან იბარებენ ბიზნესს და ართმევენ წილებს. აი ეს ის პერიოდია 2010 წელი. როდესაც არჩევნები გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, აი ამ წელში ევროკავშირმა სააკაშვილის ჩინოვნიკებს უვიზო მიმოსვლა მისცა 2010 წელს. და ეხლა ეს ჩინოვნიკები ჩვენ გვეუბნებიან დემოკრატიასთან დაკავშირებით პრეტენზიებს აყენებენ, მაშინ როდესაც სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმის ჩინოვნიკებს მისცა მაშინ და ხელმძღვანელებს მისცა მაშინ უვიზო მიმოსვლა, მოსახლეობის არაფერი არ მოუწია მაშინ ევროკავშირს. ჩვენ 7 წელი საქართველოს მოსახლეობა ჩვეულებრივად ვიზებით დავდიოდით ევროკავშირში, მანამ სადამ ქართულმა ოცნებამ არ მიაღწია საქართველოს მოსახლეობის უვიზო მიმოსვლას. ამიტომ ევროკავშირმა და ბრიუსელმა 2010 წელს რეკეტიორ ავტორიტარულ ბიზნესის წამფრთველ
და ადამიანის წამებელ რეჟიმის ხელმძღვანელებს მისცა უვიზო რეჟიმი ბრიუსელმა 2010 წელს და საქართველოს მოსახლეობას არაფერი არ მისცა მაშინ. მოლაპარაკებებიც კი არ დაიწყო. 4 წელი ველოდით ჩვენ შემდეგ რომ კიდე მოლაპარაკებები დაწყო. ამაზე არც კი ფიქრობდა ბრიუსელი. და დღეს იგივე ბრიუსელი გველაპარაკება თითქოს დემოკრატიული უკუსლის გამო ხდება ეს. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ფარისეულობა და ცინიზმი არის, რაც დღეს მოვისმენთ ჩვენ ბრიუსელის დერეფნებიდან, რომ თურმე ავტორიტარიზმი მათთვის გამოდის, რომ ამ მხრივ მისაღები იყო მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ლიდერებისთვის უვიზო მიოსვენა ყოფილიყო და მოქალაქეებისთვის არაფერი 2010 წელს და ახლა თურმე დემოკრატიულ უკუსას ხედავენ. ეს ერთი და მეორე. ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით არის 2010 წლის შეთანხმების საფუძველზე. ეს ორხრივი შეთანხმებაა. აქ სამხრივად შეთანხმების დარღვევა ასე ხელაღებით არ ხდება. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ შევხედავთ რა არის აღებული აქ საფუძვლად ამ შეთანხმების დარღვევისა ბრიუსელის მხრიდან და შესაბამისად გავაანალიზებთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ასეთ სამხრივად შეთანხმების დარღვევა ვიცით ახლა ამას რომელი ქვეყანა აკეთებს და იმას ედავებიან საერთაშორისო სამართლის დარღვევას. საერთაშორისო შეთანხმება არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, მისი დარღვევა არის საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა. ამიტომ ნახოთ ზუსტად რა საფუძველი და мотиваციები აქვს მოცემული, ზეპირი განცხადებებით რაც არის, ეს ჩვეულებრივი ცინიზმი და ფარისეულობა ბრიუსელის კორიდორებიდან მოსმენილი, რომ 2010 წელს თურმე ყვაოდა დემოკრატია საქართველოში, მაშინ როდესაც ციხეში აწამებდნენ ბიზნესებს, ართმევდნენ ტელევიზიებს, ხურავდნენ არჩევნებს აყალბებდნენ და მაშინ 2010 წელს სააკაშვილის ამფსონებს მისცეს უვიზო მიმოსვლა თურმე და მოქალაქეებს არაფერი, ნული საერთოდ მაშინ არც კი გამოიხედეს საქართველოს მოქალაქეებისკენ და ახლა საუბრობენ იმ პირობებში, როდესაც 4-ხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი, იმ პირობებში, როდესაც იქნება ეს მედია, იქნება ეს პარტიები, იქნება ეს სხვა აქტივობა, ყველაფერი შესაძლებლობა, თუმცა ახლა ხედავენ დემოკრატიულ უკუსლას და სამწუხაროა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველგან ბრიუსელი არსად ევროპა. სამწუხარო რომ ბრიუსელი დაცილდა ევროპულ ღირებულებებს და მნიშვნელოვანია რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვლება საერთაშორისო გარემო და ბევრჯერ ვისაუბრე ურთიერთობების გადაწყვეტაზე, იგივე ვთქვათ, იგივე ევროკავშირთანაც. აი, როდის შეიძლება რომ მაგალითად გადაწყვეტვის ასე ვთქვათ სიგნალები იყოს საგრძნობი, აი რა პერიოდისთვის ეს? ჩვენ უპირველეს ყოვლისა კონცენტრირებული ვართ ჩვენს ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. თებერვალში დავიწყებთ უკვე საგაზაფხულო სესიას პარლამენტის. მნიშვნელოვანი არის რომ საჭირო კანონმდებლობა იყოს მიღებული. მთავრობა აგრძელებს თავის საქმიანობას. იცით რომ დღეს პრემიერ-მინისტრის გუშინა დღეს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აქვს აბუ-დაბიში, გაერთიანებულ ემირატებში და იცით რომ დიდ საინვესტიციო შეთანხმებაზე პაკეტზე მოხდა შეთანხმება, რაც ისტორიული მოვლენა არის. ამაზე ვზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობა ამაღლდეს. შეგახსენებთ, ჩვენ ვართ ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით, 9% არის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის საბოლოო პროგნოზი რაც იყო, 9%, ამით ვართ მსოფლიოში მეორე. პირველ ადგილზე არის სამხრეთ ამერიკული გაიანა, სადაც აღმოაჩინეს ნავთობის საბადო და 53%-ად იგზდა, თორე სხვა მხრივ ყველაზე წინ ვართ ევროკავშირის კანდიდატების რეგიონიც, ევროპაც, აზიაც ყველას უსწრებთ ეკონომიკური ზრდის ტემპით, თან ეს იმ პირობებში, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და აქ მიტინგებს გვიწყობენ და გერმანიის პარლამენტის დეპუტატები ჩამოდიან და აქ არეულობას ცდილობენ. აი ამ პირობებში ეს მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ასე რომ ამ ტემპით გავაგზავნებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეს არის ჩვენი ამოცანა და რაც თავარია აი ამ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში შენარჩუნება სიმშვიდის იმისთვის, რომ ჩვენ თავარ მიზანს არ შეექმნას 1 გრამის საფრთხეც კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამისკენ არის ყველა ჩვენი ფიქრი მიმართული და არავის არ მიცემს შესაძლებლობას, რომ არც სანქციების მუქარით თუ დასჯის მუქარით რაიმენაირად გადაუხვიოს ჩვენმა ხელისუფლებამ ამ კურსს, რომ საფრთხე შეუქმნათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დასს.